გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი. ამ გადაცემაში დღეს ვაჯამებთ იმ აქტივობებს, რაც პროექტის ფარგლებში განვახორციელებთ, ეს ეხებოდა საბიუჯეტო თანხების მიზნობრიობის განსაზღვრას, ასევე მოქალაქეებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რაც მათი ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია და მათ უნდა ჰქონდეთ ეს ინფორმაცია. თუ რა გავაკეთეთ და რა მიზნით განვახორციელეთ ეს პროექტი, რომელიც სხვათა შორის უცხოური დონორი ორგანიზაციის მიერ იყო მხარდაჭერილი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაში არის დაინტერესებული სხვადასხვა ქვეყანა იმისთვის, რომ საქართველოში ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. აი ამ კონკრეტული პროექტითაც კარგად ჩანს, რომ ისინი ხელს უწყობენ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენას და მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ოთარ კვირიკაშვილი არის ჩვენი სტუდიის სტუმარი. ოთო, დავიწყოთ პირდაპირ პროექტის მიზნებით და მაყურებელს ვუთხრათ, აი ამ შემთხვევაში ამ მხარდაჭერით რა გააკეთა ნეოტივიმ, რა მიზანი ჰქონდა თავდაპირველად და რატომ გადავწყვიტეთ, რომ მოქალაქეებისთვის უფრო დეტალურად მიგვეწოდებინე აი ამ საბიუჯეტო თანხებთან დაკავშირებული ინფორმაცია. თავარი, რაც არაერთხელ ვახსენე, არის დამოკიდებულება და მოქალაქეები ძალიან მარტივად რომ მახსნათ, მოქალაქეებს ყოველთვის ის თანხები, ის ფული, რასაც მუნიციპალიტეტი განკარგავს, ყოველთვის გონიათ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ ეს არის რაღაცა მთავრობის საკუთრება და როგორც უნდა ისე განკარგავს მუნიციპალიტეტი ამ თანხებს და ამ სახსრებს. თუმცა ეს პროექტი ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მარტივად და ნათლად დაგვენახებინა, რომ ეს სახსრები ეკუთვნის ხალხს. ეს სახსრები არის მოქალაქეების საკუთრება და აი ამ სახსრებს როგორ უდიერად იყენებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, როგორ უდიერად იყენებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იმ 4 რეგიონში, რომელიც ჩვენ პირველ 4 მუნიციპალიტეტში, რომელიც ჩვენ გქონდა თავიდან სამიზნედ ამორჩეული და ყოველთვის შედარებას ვაკეთებ ხოლმე ძალიან მარტივ კიდევ უფრო რო გავამარტივოთ ხოლმე და დავშალოთ რაღაც კომპონენტებად ყოველთვის შედარებას ვაკეთებ ხოლმე ოჯახზე. აი წარმოვიდგინოთ მოქალაქეებისთვისაც მინდა ვთქვა არაერთ გადაცემაში ვახსენე რომ ადამიანები წარმოვიდგინოთ რომ ოჯახის უფროსი ქალი კაცი არ აქვს მნიშვნელობა კიდევ ეს იქნება რა ვიცი შვილი, დედა, ძმა, მამა თუ ასე შემდეგ. წარმოვიდგინოთ, რომ მუდმივად თავის ოჯახს აზარალებს, მუდმივად იპარავს ოჯახიდან თანხას, მუდმივად ცდილობს, რომ სხვა სარგებლოს და საკუთარი ოჯახის სიტყვაზე რემონტი 3000-ის ნაცვლად 20,000-ად გააკეთოს, 30,000-ად გააკეთოს. ეს ხო არის წარმოუდგენელი და არარეალური, ხო? ასევე არის ასეთივე ამბავია მუნიციპალიტეტში. ხო, ის მუნიციპალიტეტის მერია თუ საკრებულოა თუ აიპებია თუ სხვადასხვა უწყებები რა მნიშვნელობა აქვს, ესენიც სწორედ ისე უნდა უდგებოდნენ საკუთარ მუნიციპალიტეტს და იმ მიდგომით უნდა იყვნენ საკუთარ მუნიციპალიტეტთან, როგორც არის ოჯახთან, იმიტომ რომ მათ არ უნდა ავიწყდებოდეთ არასდროს, რომ ისინი დაიქირავა ხალხმა, ისინი არიან ხალხის მსახური და უნდა ემსახურებოდნენ საკუთარ მოქალაქეებს და ეს არ არის პრივილეგია რას თანამდებობა ეს არის მადლობებს რომ უხდით ვალდებულება ხო აი ძალიან არასწორი წარმოდგენაა და იმიტომაც აქვთ ესე იმიტომაც არიან ეს თავგადასულები ეს არ არის პრივილეგია ეს არის ვალდებულება რომ შენ ემსახურო შენ საკუთარ მოქალაქეებს შენ საკუთარ ხალხს და ეს არის დიდი რუტინული შრომა რა ვიცი ჩაუხრელი შრომა გჭირდება იმისაც რომ შენის 4 წლიანი ციკლი რამენაირად ჩაამთავრო დაამთავრო და შენ რაიონს თუ შენ მუნიციპალიტეტს ქალაქს ემსახურო იმ დონეზე რომ რაღაცა ხელშესახები შედეგები მიიღო მაგრამ აი როდესაც ჩვენ განსაკუთრებით ეხლა აი 20 ანალიტიკური მასალა მომზადდა ხო რა როდესაც ამ მასალებზე მუშაობდით როდესაც უყურებ შენ აუდიტის დასკვნებს როდესაც ამდა თუ იმ кейს განიხილავ და რაღაცა ანალიზს უკეთებ ყოველ რჩება შთაბეჭდილება რომ 4 წლის მანძილზე ან როგორ უძლებს ეს ქვეყანა არ ვიცი მართლა ღვთისმშობლის წინ ხვედრი ქვეყანა ვართ და მართლა ეს არის საქმე ღმერთი რომ არა რაღაცა ზებუნებრივი ძალები უბრალოდ ვერ იარსებებდა ეს ქვეყანა იმიტომ რომ 4 წლის მანძილზე მიზანმიმართულად სისტემატიურ რეჟიმში ძარცვავენ ამ ქალაქს, ამ მუნიციპალიტეტებს, ამ ქვეყანას თან ნებისმიერ მუნიციპალიტეტზე აქვს სხვადასხვა იქაურ ადგილობრივ ხელისუფლებებს ესე იგი
თაღლითობის, ქურდობის სხვადასხვა მეთოდები შემუშავებული, როგორ მოიპარონ ტენდერებიდან, როგორ მოიპარონ გამარტივებული შესყიდვებიდან. ჩვენ კვლევებშიც არაერთხელ როგორ დაატრიალონ პროექტები ისე, რომ სარგებელი მიიღონ მათმა, რა ვიცი, და მათთან დაახლოებულმა პირებმა, თან განსაკუთრებით ჩვენ კვლევებში გამოჩნდა კიდევ ის, რომ ძალიან ხშირად, როგორც წესი, ერთ პირთან ხელშეკრულებით დადებული ეს არის, რა ქვია, ხელშეკრულებას დებენ და ერთ პირს ასარგებლებენ და ეს პირი როგორც მე იკვეთება ხოლმე ამ პარტიის შემომწირველია და უკან უბრუნებს პარტიის ყულაბაში ამ ფულს და მთელია ეს სქემა აგებული და ერთიც მინდა ვთქვა კიდევ, რომ თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ვიღაცისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქართული ოცნების სტრუქტურას, ქართული ოცნების არქიტექტურას, ეს არის არა ჰორიზონტალურად აგებული, რაც ქართული ოცნება არის ვერტიკალზე დაფუძნებული რაღაცა წარმონაქმნი, ხო, ორგანიზაციასაც ვერ უწოდებ, წარმონაქმნი, მათ შექმნეს ესეთი სისტემა. წარმოუდგენელია ქართულ ოცნებაში იპარავდეს სიტყვაზე ადგილობრივი მერი ან რა ვიცი, სოფლის რწმუნებული და ეს არ იცოდეს ეს თემა დაფარული იყოს მაღალი ეშელონებისთვის. ანუ დაფარულიც არა, წარმოუდგენელია ისინი არ იყვნენ ამ ციკლში ჩართულები და ამ დანაშაულებრივ წრეში ჩართულები. ქართული ოცნება ეს ანუ როგორ ასრულებენ კონკრეტულად ჩვენ რეგიონში უფლებამოსილების ვადას, რით დაამახსოვრა შენი აზრით ხალხს თავი თვითმმართველობები? არა ანგარიშვალდებულობით, უცოდინრობით, არაკომპეტენტურობით, უვიცობით და გაუტანლობით. თუმცა ამას რიგით მოქალაქეები ვერ ხვდებიან. ეხლა ჩამოუთვლი მაგალითებით, ეხლა უცოდინრობით რო ვიძახი და არაანგარიშვალდებულობით, გაუტანლობით, ქურდობით, სიყალბით და ამ სიტყვებს რო ვიძახი, ამ რაღაც სიტყვებს ჰაერზე კი არ ვიძახი, ამ სიტყვებს უკან დგას კონკრეტული кейსები, კონკრეტული მაგალითები იმის, რომ ამ ყველაფერს ამყარებს ეს მაგალითი. აი მაგალითად ავიღოთ ეხლა ჯანდაცვის პროგრამა იყო ერთ-ერთი ჩვენ კვლევებში, რომელიც ეხებოდა ქარელს. შესრულება აქვს 40%. 40% ჯანდაცვის პროგრამა და ანუ მაგრამ წლის ბოლოს იძახია, რომ ბიუჯეტი ჯამში 90% თავი. ეგ სხვა საკითხები იყო კიდე ის როგორ იყო ათვისებული ეგ საკითხები, მაგრამ ჯანდაცვის პროგრამა, ანუ მიმართვიანობა იყო სტანდარტულზე, ანუ მსოფლიო სტანდარტი რაც არის ჯანდაცვის მიმართვიანობა, იმაზე ნაკლები, ხო? ეს წარმოადგენს აქ იკვეთება ის პრობლემა, რომ ინფორმირებაც ვერ შეძლეს, ხო, მოქალაქეების. ან შეძლეს და როგორც ჭირდებოდათ ისე გააკეთეს, ანუ 40% ჯანდაცვის პროგრამას, როდესაც 40%-ზე დაიყვანა, ან 60%-ს ვერ შეასრულებ, აქ იკვეთება ხო მინიმუმ არაკომპეტენტურობა. სხვა ყველაფერს რო თავი დავალებოთ. რა ვიცი, მილიონი აი მაგალითად ხაშურში კვლევა მაჩვენა, რომ Toyota Camry-ზე, რომელიც საერთოდ არ ირიცხება მერის ბალანსზე, 6000 ლარია გადარიცხული. კაც მარიცის ეს Toyota Camry რისთვის არის ვისია. იქ ასევე რაღაც თუ არ ვცდები, Kia Sorento იყო ერთი, რომელზეც 26000 ლარი დახარჯეს ერთხელ, მეორე 5000 ლარი. სისტემატურად თუ განახილვა საჭიროებს მანქანები. იკვეთება, ანუ ხაშურის მერიაში კიდევ ესეთი ფაქტი, რომ შეიძლება ძალიან საფუძვლიანი ეჭვია ამის, რომ შეიძლება მათ ჩამოხავთ საზღვარგარეთიდან, რა ვიცი, ალბათ ამერიკიდან მანქანები, დაზიანებული მანქანები, არემონტებენ ბიუჯეტის ფულით და აფორმებენ ისე, რომ თითქოს მერიის მანქანები გაარემონტეს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ახლა 26000 ლარის და შემდეგ ერთ თვეში ისევ 5000 ლარის რა უნდა დაეხარჯებინათ იმ კიდე და კიდევ ერთი შემთხვევა, ან შეიძლება ავტოავარიაში არის მოხდილი ეს მანქანა და ეს ფაქტი მიჩქმალეს. თან ახლა Toyota Camry-ზე რაც ვახსენე, რაზეც არის 6000 ლარი გადარიცხული, როდესაც გარიცხვის ხარჯები მოიწერეს და იქ სხვა მანქანების ჩამონათვალია, ანუ მანქანას არემონტებენ თითქოს
დახარჯული 6000 და ამ გარეცხვის ხარჯებშიც არა. აქ დავაზუსტებ, რომ ხაშურის მერიამ არ გვიპასუხა ეს იყო ღია წყაროებით ერთ-ერთ კომპანიასთან რეცხვის ხარჯებს ხელშეკრულებას აფორმებდნენ და იქ ქონდათ გადაგზავნილი. ხო, აი ესე დეტალებში რომ არ ჩავყვეთ პასუხისმგებლობაც არ აქვს, რომ ესეთი დეტალები მოხდეს. უპასუხისმგებლო ხალხია, უცოდინარი ხალხია, მე მიზანმიმართულად წურბელებივით ასხედან ბიუჯეტს და როგორ მოიპარონ არიციან, არაფერი. აი დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ნორმალური ხელისუფალი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს ზოგადად აწყობს აი ესეთი როგორ თქვა ჩამპალი სისტემა, კორუფციაში ჩამპალი სისტემა, რომ მე ეს გამოიყენოს ამათ საწინააღმდეგოდ და ამათ სამართავად, რომ აი შენ მოპარული გაქვს, შენ თავი გაქვს ამ სიბინძურეში წაყოფილი და ეხლა კეთილინებე და რასაც გეტყვი, ისე იმუშავე, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს არის ჩვეულებრივი რუსული რეჟიმი, რუსულ რეჟიმს არ სჭირდება არც ხალხის კეთილდღეობა, არც არაფერი ნორმალური, მათ სჭირდებათ ხალხის მართვა და სამართავად კიდე ყველაზე ადვილად სამართავი არის ბინძური და გასრული ადამიანი და ამიტომ მიზანმიმართულად ეს ადამიანები და ეს მთელი სისტემა გასვარეს, ადამიანებიც არა, იმიტომ რომ ადამიანებს ხედავთ დღეს აი რა ვიცი ის რო არის რა ქვია სუსის უფროსი ოხანაშვილი ორ-ორი თვით დანიშნეს ხან იუსტიციის ministrat ხან სუსის უფროსად მოასრიალეს აი ფასი არ აქვს არავის ბიძინა ივანიშვილის სისტემაში ხო ხედავთ როცა დასჭირდებათ გავუშვებენ მოიყვანენ აი ეს სათამაშოები ვთყავთ თავარია რომ სისტემა გყავდეთ აი ესეთი სიბინძურეში ამოსწრული და მარტივად სამართავი იმიტომ რომ ყველას რო აქვს მოპარული მე როგორც ყურში აქვს ეს ხელი ჩავლებული და როგორც უნდა ისე დაატარებენ ამ ადამიანებს ჯერ მარტო 20 თემა მოვიძიეთ სხვადასხვა საკითხზე და რამდენი თემა არის მე არაერთხელ აღვნიშნე რომ ძალიან მცირე დრო ქონდა მოვიძიეთ რა ვიმუშავეთ ამ 20 თემაზე რაც ჩვენი აზრით და ასევე აუდიტის დასკვნებზე დაფუძნებით რომ რაღაც ორიენტირი ქონდა რაღაც მიმართულებებზე 20 მიმართულებით და წარმოიდგინე ჯერ ჩვენ რამდენი რამ აღმოვაჩინეთ, რამდენი რამ ვიპოვეთ და წინა გადაცემებშიც აღვნიშნე რომ რამდენი ფაქტი უდევს სულს ესე თაროზე შემოდებული და როცა სჭირდება ამოსწევს ამ ხალხის გასაკონტროლებლად და ამ ხალხის სამართავად და საინტერესო კიდე ისიც ვთქვათ რომ არც ერთმა მუნიციპალიტეტმა სრულყოფილად არ გვიპასუხა ჩვენ მიერ გაგზავნილ წერილებზე ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გვაინტერესებდა მათი პოზიცია რითი ახსნიდნენ მაგალითად თუ რაში დაიხარჯა ამდენი თანხა მაშინ როდესაც საბაზრო ფასი სხვა რამეზე მეტყველებს არარეალური არის ის გაწერილი თანხები რაც ჩვენ ღია წყაროებით აღმოვაჩინეთ მაგრამ უპასუხოდ დატოვეს ჩვენი წერილების უმრავლესობა ნაწილი მოიწერეს მაგრამ ისიც მოიწერეს ერთი წინადადებით, სადაც უბრალოდ ზოგადი პასუხი არის გაცემული. და აი ამ ფონზე, როდესაც კანონები არის შემზღუდავი, იბლოკება ინფორმაცია, რას საშუალებას გვაძლევს და რა ფანჯარას გვიხსნის, მაგალითად ხელოვნური ინტელექტი და ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიები. ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ცხადია და ოსინთ ხელსაწყოებით ბევრ დახურულ კარს გააგებს, ასე ვთქვათ, და შეუძლებელი და დაფარული უკვე აღარაფერი აღარ არსებობს, განსაკუთრებით ამ ციფრულ ეპოქაში, თუმცა მათგან არ მოწერილი ეს ინფორმაციები და მათგან ეს დაბლოკილი პასუხები არა მარტო მათ არაკომპეტენტურობაზე მექმედებს, არამედ მოქმედებს იმაზე, მიუთითებს იმაზეც, რომ რაც ეგან მოახსენე, ესენი არიან ვერტიკალზე დაფუძნებული რაღაც წარმონაქმნი. მათ არ შეუძლიათ ზემდგომის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ კანონს არ ღვევენიციან და ეს ყველაფერი ელემენტარული ნორმებია და ამ დონეზე მაინც არიან ეს ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ რომ გადაწყვეტილება მიიღონ. აი ვიღაც ზემდგომი ეტყვის რომ მოიცადე ჯერ გაჩერდი რა, ეგ თემა არ გვაწყობს რომ გავიდეს. მაშინ როცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე მილიონი არის და აი მაგალითად ხაშურისგან, ქარელისგან და კასპისგან განსხვავებით გორს აქვს მილიონი ლარზე მეტი დახარჯული საზოგადოებასთან ურთიერთობას. ეხლა რა არის საზოგადოებასთან ურთიერთობა? პირველ რიგში PR-ზე, ხო, ეგ არის. პირველ რიგში შენი ხალხის ინფორმირებულობას უნდა შეუწყო ხელი, რომ რაღაც გააგებინო, რომ აი რა ხდება, სად რას აკეთებ,
სად რას აპირებ რაღაცა ახალი მილიონი ლარი ქუჩაში ადამიანი რო გააჩერო ისიც არის ის წარმოიდგინე მილიონი ლარი წარმოიდგინეთ ქუჩაში ადამიანი რო გააჩერო იმასაც ვერ გეტყვიან ალბათ ბევრი ადამიანი რო ან გუბერნატორი ვინ არის ან მერი ვინ არის ან საერთოდ რა საკეთებენ ან რა პროგრამებია რაც მათ უნდა ისარგებლონ ან რა თემებს განიხილავენ ამ ხალხს გონია რომ აი რა ვიცი ეს რაღაცა თავისით ავტომატურად მუშაობს. აი ეხლა რო ავიღოთ და გავაქროთ საერთოდ რო აიღო და გადადგა სადღაც ეს რა ვიცი მერიები თუ რა ვიცი საკრებულოები ალბათ არც არაფერი დააკდება მუნიციპალიტეტებს, იმიტომ რომ ვერც იგრძნობს იმდენად არაქმედუნარიანები არიან თავიდან ბოლომდე და მე ამ თემებზე რომ მუშაობ გიჩნდება ადამიანს აი გაკვირვება იმასთან დაკავშირებით რომ ესენი ხო ყველა დასაჭერი აი პირველი რაც მოგდის თავში უყურებ რომ აი მოპარულია რაღაცა 500,000 300,000 გაფლანგულია მიცემულია ტენდერები გამარტივებული შესყიდვით მუნიციპალიტეტმა იზარალა რაღაცა 9 მილიონით 1 მილიონით რაღაცა არ არის შესრულებული და ფიქრობ რომ აი ამის გამო პირველი კურსელი სტუდენტიც რომ დასვა ეხლა აი რა ვიცი საგამოძიებო თემა რო საქმე რო ჩააბარო მინიმუმ 100 კაცს დაიჭერს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში და გიჩნდება ეს კითხვა რატო არ იჭერენ რა ეს ხალხი რატო დადის გარეთ საერთოდ რა იმის მერე კიდე როგორ უჩნდებათ პრეტენზია რომ რაღაც მართონ არა ის რომ რაღაცა ვერ იმუშავეს, მოინდომეს და ვერ შეასრულეს და კიდე მაგაზე კიდე რაღაცა თვალებს დახუჭავდა ადამიანი. უბრალოდ მიზან მიმართულად არის სხვადასხვა მეთოდები აქვს შემუშავებული, როგორ შეიძლება მოიპარონ ფული საკუთარი ოჯახიდან. ნუ მუნიციპალიტეტი როგორც აღნიშნეთ წეგან არის წარმოვიდგინოთ რომ მათი საკუთარი ოჯახი და წარმოვიდგინოთ ეხლა რა ვიცი მილიონჯერ აღნიშნე უკვე და აღარ მინდა ის დეტალების ჩამოთვლა ყველა გადაცემაში. ორ საკითხზე მინდა კიდევ გავამახვილოთ ყურადღებავთ ანუ პროპაგანდა წლებია მუშაობს და განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ აშკარა შედეგებს ხედავთ ამ პროპაგანდის და როდესაც ჩავდივართ სოფლებში გვეუბნებია რომ აი მთავარია მშვიდობაა და როგორი მშვიდობა არის ამასთან დაკავშირებითაც ქონდა კვლევა და ამ ფაქტებზე პასუხს არავინ აგებს ასეთი სათაურით გვაქვს გამოქვეყნებული და ასევე ერთ-ერთი კვლევა ქონდა ევროკავშირის მხარდაჭერაზე რაც გორის მუნიციპალიტეტმა მიიღო. ანუ ერთის მხრივ ამ ყველაფერს ფაქტები ადასტურებს და მეორეს მხრივ ისევ ახმოვანებენ ამ პროპაგანდისტულ ნარატივებს. ეთყოდი ჩვენ მოქალაქეებს და რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ევროკავშირისგან ისევ გქონდეს მხარდაჭერა და გავაგრძელოთ საქმიანობა თუნდაც არასამთავრობო სექტორმა მედია ორგანიზაციებმა რომ აი ესეთი ფაქტები რასაც არ გეუბნებიან რასაც ყველა მედიაში ვერ ხედავთ და იმ მედიებში განსაკუთრებით რომელიც პროპაგანდას ეწევიან და ფაქტების დამალვით არიან დაკავებულები კონკრეტული პირების ინტერესების სასარგებლოდ თქვენ აი ასეთ მასალებს ვერ შეხვდებით თუ არ არის დამოუკიდებელი მედიის მიერ გამოქვეყნებული რატომ არის მნიშვნელოვანი თავისუფალი მედიის არსებობა. რატომ არის მნიშვნელოვანი და იმიტომ რომ ადამიანებს უფრო ყოველწლიურად უფრო მეტად და მეტად არ ამოუროცხონ ტვინი. და ეხლა რაც გულისხმობა მაშინ ჩვენ თუ გადავხედავთ აი გადავახვევთ 2020 წელს ქართული ოცნება მუდმივად რომ ფაქტია რომ თანამშრომლობდა განსაკუთრებით ბოლო წლებში რუსულ სპეცსამსახურებთან. ვიცით როგორი ძალის პროპაგანდისტული მანქანა, კიბერმანქანა და საინფორმაციო ოპერაცია და აი როგორი რა დონის საინფორმაციო ოპერაციებს ატარებენ ისინი. ძალიან მაღალ დონეზე აკეთებენ ამ ყველაფერს სეგმენტების მიხედვით, საზოგადოების რომელ სეგმენტზე რა სჭირდებათ იმის მიხედვით. და თუ დავაკვირდებით რა საკეთებდა, აი გადავახვევთ 3-4 წლის წინანდელ ტყუილებს, აი პირდაპირ აესახია ტყუილებს, თითქოს მაშინ მოთელვასავით ჯერ ტესტავდნენ ადამიანების ფსიქოლოგიას ალბათ ხო? ცევას როგორ მიიღებდა ამას საზოგადოება და თითქოს ის პროპაგანდისტული მესიჯებით თუ ნარატივებით რაც ვრცელდებოდა იყო ძალიან ესე რბილი, შეფარული, თითქოს ცოტა დახვეწილი ტყუილი. აი ახლა ბოლო რაღაცებს თუ შევხედავთ ბოლო გავრცელებული მესიჯებს, აი ეს პაპუაშვილები, ვიღაცა მაიმუნები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს ჯამბაზები, როდესაც გამოდიან და რაღაც სისულელებს ბოდავენ, ეხლა უკვე აი პირდაპირ ღია ტყუილს ეუბნებიან, ანუ ამათ რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად
უკვე ჩამოყალიბდნენ იმ აზრზე, რომ აი ხალხი ფიქრობენ ესენი, რომ აი ხალხი უკვე იმ დონეზე დავაჯერეთ, იმ დონეზე დავაძინეთ, რომ ეხლა რაც არ უნდა უთხრათ, ყველაფერს დაიჯერებენ და იმ დონის დაბალი დონის ტყუილები აქვს და ეს ანუ თამასაც დაბლა ჩამოსწეს რა ამ ტყუილებს. იმ დონის რაღაც სიდებილეებს იძახიან, რომ ეს რომ მოგესმინა ალბათ 3-4 წლის უკან საკუთარი ამორჩევლებიც კი გიჟებად ჩათვლდნენ ამათ, მაგრამ უკვე იმდენად შეაჩვიეს ეს ყოველდღიურობით და რაც შეეხება ამ პროპაგანდას ძალიან ესა რა ქვია მიზანი ძალიან საინტერესო სტრუქტურა აქვს ზოგადად ფსიქოლოგიურ ოპერაციას და ჩვენ არაერთ გადაცემაში ვისაუბრეთ გარდა იმისა, რომ რუსებს ყავთ ძალიან ძლიერი კიბერშეტევითი პოტენციალი, რომელიც პირდაპირ დაქვემდებარებაშია რუსულ სპეცსამსახურებთან, როგორც FSB-თან, ესე გერეოსთან, SVR-თანაც და ჩვენ გაგვიგია და ვიცით ეს APT 28, APT 29 და კიდე ბევრი ორგანიზაციები ყავთ და კიდე ბევრი კიბერჯგუფები ყავთ, და კიდე რაღაც ლაბორატორიებია, როგორც იყო NTS ვულკანი და მთელი სისტემა, არქიტექტურა ესენი როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ჯერ მოწყვლადობებს ადგენენ, ეს მოწყვლადობები გადაეცემა რუსულ სპეცსამსახურებს FSB-ს, FSB აძლევს ამას საკუთარ ჰაკერებს, ჰაკერები აკეთებენ კიბერშეტევებს, კიბერშეტევებიდან მოპოვებული ინფორმაციის შედეგად შემდეგ უკვე ამ ყველაფერს აწვდიან პროპაგანდისტულ მედიებს, ეს პროპაგანდისტული მედიები შემდეგ აწარმოებენ უკვე ფსიქოლოგიურ ოპერაციებს, ავრცელებენ ნარატივებს და ჩვენთან განსაკუთრებით მარტივად ხდება ეს ყველაფერი, რადგან აქ უკვე ფსიქოლოგიურ ოპერაციებში უკვე ერთვება ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების ეს თუთიყუშები და აქამდე თუ რუსეთს სჭირდებოდა რაღაც თავისი გავლენის აგენტების ამუშავება იმისთვის, რომ აი რაღაცა ადგილობრივი რაღაც NGO, რუსული NGO-ები თუ ვიღაცები დაეკოქათ, ეხლა აგერ პირდაპირ პაპუაშვილი გამოვა, კობახიძე გამოვა და რა ვიცი, რამდენი თუთიყუში ყავთ იმ ქართულ ოცნებაში, ყველა ესეთია და ესენი დაიწყებენ, გაავრცელებენ ამათ ნარატივებს და შემდეგ ამ ნარატივის საფუძველზე იქმნება უკვე რაც ფსიქოლოგიური ოპერაციისა ეს არის, რა ქვია, სული როგორც იმართება ეს ფსიქოლოგიური ოპერაცია, შემდეგ დისტრიბუცია ხდება ამ ნარატივის რა სეგმენტზე მიმართონ, შემდეგ ხდება ამ ნარატივის ორად გაშლა, რომელიც საზოგადოების დაქსაქვსას და ერთმანეთთან გადაკიდებას უწყობს ხელს და აი ყოველდღე რომ შევხედოთ ამის სტრუქტურას, როგორ იმართება ფსიქოლოგიური ოპერაცია და მე გადმოვიტანოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ერთ-ერთზე ხელის გულზე დავინახავთ, რომ რა ოპერაცია, რა ემსახურებოდა წლების განმავლობაში და სხვათა შორის ეს კარგად ჰქონდა ახსნილი ჩვენ ფილმში რუხი ზონა, რომელიც მაყურებელს შეუძლია ნახოს ჩვენ YouTube-ზე. რა ემსახურება და კიდევ ბევრჯერ აღნიშნეს, რომ საფრანგეთშიც გააკეთეს რუსებმა განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში აქტიურდებოდნენ ზუსტად ის ჯგუფები, ჰაკერები, სპეცსამსახურები, პროპაგანდისტული მედიები, რუსული Russia Today განსაკუთრებით მაშინ. საფრანგეთშიც გააკეთეს, გერმანიაშიც გააკეთეს, ბოსნიაშიც, ბულგარეთშიც, რა ვიცი, ბევრ ქვეყნებს უტევდნენ, ვიცით ჩვენ შეერთებულ შტატებსაც გაუკეთეს თავდასხმა, მაგრამ ჩვენ იმ ქვეყნებისგან განსხვავებით იმით გამოვირჩევით და ბევრ უცხოელ პარტნიორებთანაც აღნიშნეთ, პირადი შეხვედრები რო ჰქონდა ჟურნალისტებთანაც, უცხოურ მედიებთანაც, რა ვიცი, დიპლომატებთანაც, რომ ჩვენ იმით გამსხვავდებით, რომ იქ ადგილობრივი ხელისუფლება და ადგილობრივი სპეცსამსახურები, აი მაგალითად საფრანგეთის მაგალითზე ვიტყვი, ჯერ კიდევ მაკრონი რო იყო ოპოზიციაში, ეხმარებოდნენ იმ ოპოზიციურ კანდიდატებსაც და წინასწარ აძლევდნენ ინფორმაციას, რომ აი თქვენზე კიბერშეტევა მზადდება, თქვენზე რაღაც შეტევა მზადდება უსაფრთხოების ნორმების ასე ვთქვა გამკაცრებაში უწყობდნენ ხელს იქ ადგილობრივი საფრანგეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საერთოდ თუ ვინმე ეს ძრო ინფორმაციას გავრცელებდა ბლოკავდა იმ მედია საშუალებებს და აჯარიმებდა და აქ CSKO-ც ამათ ეხმარება, რუსულ სპეცსამსახურებს, ხელისუფლებაც ამათ ეხმარება, ყველა ამათ ეხმარება და აქ ხალხი პირისპირ არის დარჩენილი ორ გავეშებულ უბედურებასთან, ერთი ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომელიც პირდაპირ მოღალატეობრივ
იმაში არიან ჩამდგარი რაღაცა საკუთარი სახელმწიფოსთვის და მეორე რუსულ სახელმწიფოსთან. და ყველაზე მთავარი რაც არის ის ჯგუფები მედიისა და სამოქალაქო სექტორის სახით, რომლებიც ფაქტიურად მარტო არიან დარჩენილი ამ ხელა პროპაგანდის პირისპირ, იმათი ჩახშობაც მიზანმიმართულად ხორციელდება და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა ეს გააცნობიერონ, არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიღაცის აგენტები ვართ, როგორც გვეძახიან და როგორც უნდა რომ საზოგადოებაში ეს იარლიყი დანერგონ, ზუსტად ამიტომ ხდება, რომ რეალურად ჩვენ რასაც ვაკეთებ და სამოქალაქო სექტორი რატოც არის გაძლიერებული დასავლური ქვეყნების მხრიდან, ეს ინფორმაცია არ მოვიდეს თქვენამდე და არ იცოდეთ იმის შესახებ, თუ რა სურს ევროკავშირს, რატომ არის დაინტერესებული რომ საქართველოს განვითარდეს და რატომ სურს რომ თითოეული მოქალაქის უფლება იყოს დაცული ისე როგორც ევროპულ ქვეყნებში არის და დაფასებული იყოს მასწავლებელიც, ღირსეული სიბერე კონდეს მოხუცსაც და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის და ვფიქრობ რომ კიდევ მოგვეცემა საშუალება თუ არა და ჩვენი გუნდი მზად არის რომ მოხალისეობრივ დონეზე ეს ყველაფერი გითხრათ და მოვიტანოთ თქვენამდე სიმართლე და არ დაგტოვოთ იმ მითებისა და დეზინფორმაციის პირისპირ, რასაც ესე ბოლო პერიოდში აქტიურად ნერგავენ განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ საზოგადოებაში. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად ნახვამდის.